მოგესალმებით. მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში განაგრძობს მაუწყებლობას. გადაცემით ახალგაზრდული სული. სამწუხაროდ მწუხარებას გამოვთქვათ სოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, თუმცა კი დღევანდელი ჩვენი გადაცემა საკმაოდ სასიამოვნო იქნება, მე ასე ვფიქრობ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ფესტივალ არტგენზე და მათ ჩვენი სტუმრები იქნებიან მათი უცვლელი წევრები, უცვლელი მასპინძლები, ასე ეგრეთ წოდებულად. ესმა მოგესალმებით, გამარჯობა. ჩვენ ვიქნებით, რა თქმა უნდა, ისევ მე ესმა გუმბერიძე და მარიამ კაპანაძე ამ გადაცემის წამყვანები. დღეს მართლაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნო თემაზე ვსაუბრობთ. მაგრამ უცებ შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს. ჩვენი ტელეფონის ნომერია 388 ორიანით წინ, ხოლო Skype ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. გთხოვთ დაგვირეკოთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები და გახდით ჩვენი გადაცემის თანამონაწილეები. ჩვენ და ჩვენი სტუმრები კი შეძლებს დაგვარად ვეცდებით გიპასუხოთ და განვიხილოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული თემები. ჩვენი სტუმრები კი დღეს გახლავან სახალხო რეწვის ოსტატი ეკატერინე გვარამაძე, ასევე ანსამბლ ჩვენებურების წევრები ირაკლი აფხაიძე, ბაჩუკი მუგბანიანი და გიორგი გობეჯიშვილი. მოგესალმებით ყველას. და ასევე დავით ზურაბიშვილი. მე ზურაბიანი. დავამატე მე. მოგესალმებით ყველას. ძალიან მოხარულები ვართ, რომ თქვენ დღეს ჩვენს გვერდით ხართ და მოდით შეპირებულად დავიწყოთ თქვენი სიმღერით პირველი სიმღერას მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისთვის. ეთერი ყოფილი ყოველი ფერი თქვენ ლამაზ სტუდიაში და გისურვებთ ლამაზ გადაცემებს და მაღალ რეიტინგებს. ვინიქით მადლობა თქვენ, რომ ამ უცხელ პერიოდში თვითონ ამ ფესტივალის მიმდინარეობის დროს მოახერხეთ და შეძელით და დრო გამონახეთ ჩვენთან მოსასვლელად. მადლობა თვითონ და გადაცემის დაწყება, მაგრამ ისეთ თემაზე იყო საუბარი, რომ ჩვენს უხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში და თურქეთში მომხდარი ტერაქტების და გადატრიალების მცდელობის გამო და მოდი მრავალჟამიერს გადავდებთ გვერდზე, ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი კარგად იქნება რომ იმღერებთ და ხა შესაბამის განწყობაზე სწორედ ნოტაზე შესაბამის სიმღერა შემოთავაზეთ ადამიანებს ვინ შეეწირა ამ ამბებს. ასევე ჩვენს. მოდით გადავიდეთ თვითონ არტგენთან დაკავშირებით და ვისაუბროთ ამაზე. ქალბატონ ეკატერინეს დავუთმობ ალბათ სიტყვას თუ შეიძლება. გვიანბეთ მისი დაარსების შესახებ. მარიამ, მივესალმებით ჩემებურებს. მიყვარხართ ძალიან მთელი საქართველო ერთად შემოვიარეთ სიმღერით და
მათთან ურთიერთობა არის ჩემთვის სულიერი კომფორტი და ამისთვის მადლობას გიხდით. არა მარტო ჩვენებურები არიან ძალიან ბევრი ადამიანები, ვინც ფოლკლორმა და ზოგადად არტგენმა დაგვაკავშირა ერთმანეთს. საოცარი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. წერს არის მე-13 წელი არტგენის 2004 წლიდან, თუმცა ცოტა ნაკლებს ითვლის ჩვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ დაარსებიდან მე რაღაცა როგორც ხდება ხოლმე და მაგრამ ჩვენი ურთიერთობა იმდენად ღრმავდება, რომ ამას წინათ 4 წელიაო ერთი მონაწილე ამბობს არაფერი გამიყიდიაო, მაგრამ მაინც პრინციპულად ჩამოვივარ, იმიტომ რომ თქვენ რო გნახავთო ესო წელიწადში ერთხელ მაქვს ეს ბედნიერებაო და აი ასეთი ადამიანებზე დგას არტგენი შეიძლება ითქვას და მე მიხარია ეს ამბავი რომ არტგენმა ეს ადამიანები გამაცნო შემაყვარა და საქართველოს შემოვიარეთ აი ესე სულიერი სითბოთის სიყვარულით და რა ვიცი ჩვენმა მაყურებელმა კი ეს ნაწილს ალბათ ეცოდინება, მაგრამ თუ არიან ისეთი ადამიანები, ვინც არ იცის ამის შესახებ, მოდით გავაცნოთ, ვინ იყო ამ ფესტივალის სულის ჩამდგმელი. გითხარით თუ შეიძლება, ანუ გვიანბეთ ამის შესახებ 2004 წელს დაიწყო. 2004 წელს დაარსდა ზოგადად არტგენი, თუმცა ჩვენ მოგვიანებით შემოუერთდით ხალხური რეწვის ოსტატები, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მარია ლანევსკი, გიორგი ბარამიძე, ბიჭებო თუ დამეხმარებით. მიაზი, ზუმბა, თამარ მელიქიშვილი კალიფორნია გიორგი ხო საყვარელი და ვინმე ხარ გამოვიდა ნიკოლო ზანჯაფარიძე თბილისა ხო ნუ მოკლედ ძალიან ისეთი გუნდია რომ ერთსულოვნებაა მარტში ნამდვილად და ნდობა ძალიან დიდი ნდობა და აი ხელოვნების რა სახეობები არის წარმოდგენილი დავუშვათ რომ ჩამოგვითხავთ რამდენიმე კი ბატონო რამდენიმე ყველაფერი არის რაც კი საქართველოს ხელოვნებაში რაც შედის ყველაფერია აბსოლუტურად. ხო, აი მე მაგალითად წარმოვადგენ ყველა ადამიანს აქვს საშუალება მიიღოს მონაწილეობა ფესტივალში. ეს არის კონკრეტულად რომელიმე კონკრეტულად მე წარმოვადგენ სამცხეთ ჯავახეთს ასპინძას სულ რამდენიმე წელია დავაარსეთ ტექსტილის სახლი თუთა ჩემი ოჯახის ბაზაზე და მისამართზე ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩემ ოჯახში ტრადიციულად კეთდებოდა მესხური ხალიჩა, ფარდაგი, ხურჯინები. მე რაც თვალი გამიხელია სულ ამას ვხედავდი. ქვაბებს, შესაღებ მასალას, მატყლს, თექას და ასე შემდეგ. საწოდავი ჩემი ქმარი, რომ ამ ხელამ ზითვით. ანუ იცით რატო ვამბობ? აი მე რასაც ვხედავდი ზოგადად, აი ამ ეს მარ ვამბობ ყოველთვის რომ მე ვარ გამტარი. ამ ყველაფრის, იმიტომ რომ მე რაც მომეცა გენეტიკურად, ეს არ მინდოდა რომ დაკარგულიყო. აი თქვენ იცით მარობაბო მესხეთიდან ძალიან ცუდად არის ამ წუთას და მე მინდა რომ ჯანმრთელობა უსურო, დიდხანს სიცოცხლე უსურო და ყველაფერი კარგი უსურო, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები, ამ გენის მატარებელი ადამიანები ზოგადად ძალიან ცოტანი რჩებიან და ამას უნდა გადარჩენა. არა იმიტომ რომ მე ვემსახურები ამ სფეროს. არტგენზე წარმოდგენილია აბსოლუტურად ყველა სახეობა. მე ახლა ჩემ სფეროზე ვილაპარაკებ და ბიჭები ალბათ ასეთი შევეხოთ სხვა სფეროებს. კი, აი რაც ეხება ტექსტილს მაგალითად, ჩვენ სახელოსნოში იკერება ლოგინი, მუშავდება მატყლი, თექა, გამოყენებადი პანოები, კედლების დეკორი და ასე შემდეგ. და მე ერთი პირველი ისა მაქვს სურვილი ის რომ აი ეს სკოლა სახელოსნო მინდა როგორმე სოციალურ საწარმოდ გადავაკეთო და ამისთვის არ ვიცი ამ ეთერის გამოყენება ნამდვილად ღირს, იმიტომ რომ ცოტა რაფინირებული მსმენელი ყავს თქვენ ეთერს და მინდა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს ვინც დაინტერესებულია მეტნაკლებად აი ესეთი ტრადიციული რეწვით და ხელოვნებით რომ რაღაცნაირად დაინტერესდნენ და ერთი სათხოვარი მაქვს რომ ყველას მეტნაკლებად აქვს არჩევანი გაკეთებული და აი ამ ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის აი ამ სულელური ბუკლეტების რაღაცა რეკლამების და 1000 სისულელეებში ფულის გადაყრა ზუსტად მინდა ეს ტერმინი ხაზი გაუსვა ჯობია ისეთ საქმეში ჩაიდოს რასაც მომავალი თაობა დაუფასებს და მადლობას ეტყვის თორემ ერთ რამეს ვიტყვი, მესხეთში არის 14000 მოსახლე. ამ 14000 მოსახლიდან საშუალოდ არის 5000 ოჯახი. 5000 ოჯახში რომ დაბეჭდონ 5000 ბუკლეტი და პროგრამა წარმოადგინონ. ეს ხო საკმარისი იქნება, რომ ბეჭდავენ 5000-ებს და 50-ებს და ასე შემდეგ. რატო გეკითხებით? დაგვიდონ პროგრამა, ჩვენ გავეცნობით ამისი აზრი და გონება ნამდვილად გვყოლას, ყველა კითხულობს თავის ფაქტიურად ყველა მიცის თავისი საქციელით ვინ რა გააკეთა ეს არის ისტორია იქმნება იდება და ეხლა მე რამდენიც არ უნდა მელაპარაკონ შენი წარსული ხო უკვე გვიდევს წინ და ვიცით ვინ რამ გააკეთა ვინ რა შექმნა ვინ რა თქვა მეხსიერება არ გღალატობს და ასე რომ მინდა გირჩიოთ კეთილი საქმისთვის ჩადეთ ეს ფული თუმცა ეს აი მოსწავლეებზე მინდა კითხოთ ანუ რამდენი მოსწავლე ყავთ
რა საკისები და სწავლების პერიოდი რამდენ ხანს გრძელდება და შემდეგ როგორ აგრძელებენ თქვენი კურსდამთავრებულების შესახებ. მადლობა შემოგივლი. აი ეს უნდა მეთქვა, კარგი ტიხარია. ეს არის კარგი გადასვლა. იცი რა მომენტი გვაქვს? 36 ბავშვს ვასწავლეთ. 36 ადამიანს ბავშვად ითვლება 79 წლის მოხუციც რომ იზის. 10 წლიდან ვისაც უყვარს ნემსი, ძაფი და ქარგვა, 10 წლიდან დაინტერესებული ადამიანები ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი სქესის და მინდა ვთქვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც აყვავს ჯგუფში და კიდე ერთი საბაზისო ამბავი მინდა ვთქვა, რომ სოციალური საწარმო რო გაიხსნას სემინარზე გვითხრეს ესეთი რამ, რომ ერთი წელიწადი მოგებაზე არ უნდა იფიქროს სოციალურმა საწარმომ. თუმცა მე იმის თქმა მინდა, რომ აი ეს ერთი წელი კი არა და მრავალი წელი ჩვენ მოგებული გვაქვს, იმიტომ რომ 36 ადამიანში უკვე დევს ის პოტენციალი, რომ ჩვენ მათ ისეთი ცოდნა გადავეცით, ისეთი ნიუანსები, რაც მთელი ცხოვრება გენეტიკურად გქონდა და დაგროვილი გქონდა და ამიტომ ჩვენ სოციალურ საწარმოს ხოლოდ გვინდა ტექნიკა, აღჭურვილობა, მიზერული და მასალა. დანარჩენი უკვე ბაზა გვაქვს აბსოლუტურად ის, რომ შეგვიძლია ჩვენ ერთ თვეში შედეგი დავდოთ. იმედია ვინმე კეთილსინდისელი ადამიანი მე ამის იმედი მაქვს კეთილი ადამიანებზე დგას ეს ქვეყანა. გაიხარეთ. ბიჭებო, მე თქვენთან გადმოვალ ახლა. მე როგორც ვიცი და ყოველდღიურად თავადაც მიმიღია მონაწილეობა ამ ფესტივალში. შავფაროსნებიც არიან მუსიკალური მხარე არის. მოდი ამის შესახებ ვისაუბროთ. რაიონებიდან ჩამოსული მომღერლების შესახებ და ასევე ჯგუფების შესახებ, თუ შეიძლება ამის შესახებ შეგხვდეთ. მოკლედ ადგენის ფორმატი დაარსებიდან დღემდე ძირითადად არის უცვლელი. ანუ იქ ღონისძიება, ცხოვრება იწყება 12 დღის 12 საათიდან, ნუ აქ ყველა ეზოში რაღაც ხდება, აქ ხალხური ეტსოსტატები არიან, იქ ინსტრუმენტებია, პლუს ამას შავფაროსნების საჩვენებელი გამოსვლებია. 6 საათის შემდეგ იწყება ფოლკლორული კონცერტები, ადგენი ანუ მასპინძლობს რეგიონებს 7 საათის მერე და 9-დან 10-მდე 10 საათიდან უკვე იწყება ცნობილი ჯგუფების კონცერტები. დღევანდლამდე მოკლედ ყველა რეგიონს უმასპინძლეთ, დაგვრჩა რაჭა, აჭარა და სვანი. ეს არის აჭარა, ზუსტად დავაანონსოთ მაშინ. ეს არის აჭარის დღე, ხვალ არის რაჭა და ზეგ არის შიდა ქართლი და სვანეთი. ასევე ნინო ქათამაძე, ნინო ქათამაძე არის დღეს. დღეს არის ნინო ქათამაძე, ხვალ ნიაზ დიასამიძე 33-ია და ორშაბათს არის გამოვალი მდგომარეობა. ხო მოკლედ წინა ორშაბათს გამოვალი მდგომარეობა შეიქმნა. ამინდის გამო კვირას იყო ძალიან საოცარი ამინდი, მარტა საოცარი მართლა სუხიშვილების გამოსვლა იყო და არა ეს იყო ძალიან დახვეწილი გამოსვლა. მაგით თორქი საოცარი, ანუ სუხიშვილების ძალიან პროფესიონალიზმის დიდი გამოვლენა, იმიტომ რომ ამ ბუნებრივი ეფექტები შექმნა იქ დაიბადა აზრი რომ აი მოდი ეს პროგრამა ვიცეკოთ დარში ვიცეკოთ წვიმაშიც რა მაგრამ ისეთი ბუნებრივი გასმები კეთდებოდა ისეთი ბუნებრივი გასრიალებები რომ ამას დაიბადა ახალი პროგრამის და იმ დღის გამო გადავიდა ჩვენი ძალიან მაღალი კლასი აი რაც შეეხება მოდით გადავალ ამ თემასთან დაკავშირებით თუ შეიძლება ჩემსაც ჩავაქსო ორშაბათს იყო ასევე ჩვენი უსნერთოთა კავშირის ანსამბლები უნდა გამოსულიყვნენ სოლო კონცერტი უნდა ქონოდა და ეხლა ორშაბათს გადაიდო და ვისაც სურვილი ექნება ზოგადად დღეს ხვალზე გაუცილებლად მიბრძანდი და ისია მონეთან ზოგი ჭირი მარგებელია თარგმნის ფესტივალი ამაზე რომ ცოტა გვითხრა ხომ არ შეგიძლია რომ გაგვიზიარო შენც ხომ იღებ მარიამ მონაწილეობას ჩემს მე მეკითხები მე გაგიზიარებთ ჩვენს ემოციებს ეს არის დიდი მოლოდინი ჩვენ ძალიან ვემზადებით ამისთვის ძალღონეს არ უშურებთ ამისთვის ნამდვილად ჩვენთვის სპეციალურად შეიკერა ფორმები ფეხსაცმელი დიდი მადლობა ყველას ვინც ჩვენ გვერდით გვედგა და ასევე ბატონ სოლომონს ვეთყვი უღრმეს მადლობას თქვენთან დაკავშირებისთვის ასევე ჩვენთვის მან შემოგთავაზა რომ წინა წელს იყო ეს შემთხვევა რომ წინა წელს შემოგთავაზა რომ თქვენი სოლო კონცერტი იქნება მომავალ არტგენზე და უღრმესი მადლობა ყველას ამ ყველაფერთვის ქალთა გუნდის ხო ქალთა და ვაჟთა გუნდი იქნება წარმოდგენილი ორივე 6-6-ის სიმღერით შევეცდებით მაყურებელს ვასიამოვნოთ ასევე ჩვენს და მობრძანდით აუცილებლად ძალიან კარგი წარმატება მინდა გისურვოთ და სრული ანშლაგი. ძალიან ერთ რამეს დავაზუსტებდი უბრალოდ. ანუ თვითონ ამ არტგენის ფესტივალის განმავლობაში ყოველი დღე ეთმობა ცალკე რეგიონს, მართალია, ხომ? ესეა. არა მარტო ერთს ხო, ზოგჯერ ორს. ზოგჯერ ორს რა თქმა უნდა. ზოგჯერ ორი არის, ზოგჯერ იცით როგორ არის?
ძალიან კარგი კომბინაცია ხდება ხოლმე. ხა პირველ დღეს გახსნაზე იყო სამცხე, ჯავახეთი და სამეგრელო. არაჩვეულებრივი ისინი გამოვიდა, ხო სწორია, ძალიან ლამაზი კონცერტი იყო. ანუ ხო აი ამის თქმა მინდა, ძალიან მრავალფეროვანი კონტრასტული კუთხეები ყოფილა. კი, და თან იცით რა არის? აი ეს არის ქართული და სვანეთი იქნება ორშაბათი. ყველაზე დიდი მადლობა არტგენის დამფუძნებლებს, რატო იცი აი კულტურული დიალოგი მიდის, აი ძალიან რა. ესე იგი რო ჩამოვალთ, ვინ ვის ვკითხულობთ, აი ძალიან დიდი ნათესაური კავშირები. არტგენზე კიდე სასიამოვნო ისა რომ ძალიან ბევრი ოჯახები შეიქმნა, ხო? ზუმბას ბავშვი ხრებზე ყავს გაზრდილი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი ოჯახი შეიქმნა არტგენზე, ძალიან ბევრი ადამიანი დანათესავდა, დამეგობრდა, ნათლიევი გახდნენ და ძალიან ხალხი რომელიც ითვლის დროს არტგენიდან არტგენად დამთავრდება თუ არ არტგენი მუკუღმაბის უკვე შემოსწავლენ ხო ესე რომ 6 თვეო არტგენის სიხარული მიმყვება და 6 თვეო არტგენს ველოდებიო რომ არტგენი ნამდვილად დაუვიწყარი ემოციებია ხოლმე და როგორც მე ვფიქრობ და ასევე თქვენ ვფიქრობთ რომ არ იკარგება რაც თავარია ის რაც ჩვენი პაპებიდან, ბაბუებიდან ასე შემდეგ ჩვენ წარსულიდან რაც მოგვდგას და ჩვენც ეხლა გაგაწყვეტია თუ კაცრავად. აი არტგენი თან ისეთ პერიოდშია, ეს არის ზაფხული, ხო, შუა ზაფხულია, ივლისია და მე უკვე იწყება აგვისტო, აი შეუვლების პერიოდი. ზოგადად სეზონი, სატელევიზიო სეზონი, სპორტული სეზონი, განათლების სეზონი, თეატრების სეზონი და ხება შემოდგომაზე, ხო, მთელი წელი რაღაც საკეთებ, მოდიხარ ივლისში და ივლისში არტგენის კონცერტი რამდენჯერ ბევრჯერ მithkoms და ყველა ჯგუფის წესია. აი რაღაც შემაჯამებელი ანგარიშია, რეპორტისავითაა, აი რაც გააკეთე იმ წელს, რაც იმუშავა იმ წელს, აი დადებ არტგენზე რა. ამ კუთხითაც არის საინტერესო და მიმზიდველი. რა ჩვენი ანსამბლისთვის და უმეტესობა ანსამბლებს, იგივე ნიაზის ყველასწესია. ნინოს იგივე ვინც რაც შეეხება არის რეპორტები და წლიური რეპორტია არტგენი რა. რაც შეეხება ტურისტებს თუ არის მათი რა თქმა უნდა. ტურისტები როგორ ყველა ჯიშის? აი აღმოსავლეთიდან ჭარბობენ ხო სწორია. შეფუთული ხალხი დადის, რა ვიცი. რამდენად კმაყოფილები არიან როგორ ფიქრობთ და როგორ ყიდულობენ თუ არა თუნდაც ნივთებს ან რაღაც ბილეთებს ყიდულობენ, ნივთებს ყიდულობენ. და შეკეთებს რა იძლევიან განახოთ, იცით როგორი აი პერფორმანსებიც მის ხოლმე მე. მე მგონი ყველაზე მთვრალები ეგენი დადიან ძევით. მოდით გადავიდეთ თქვენს ჯგუფზე ალბათ პირადად და აი ხა ვისაუბროთ ჩვენებურების შესახებ, მე ასე ვფიქრობ რომ როგორ შეიქმნა თქვენი ჯგუფი, რამდენი ხანი არსებობს და მოგვიყევით თქვენს შესახებ, თქვენი წევრების შესახებ. პირველი წევრი ჩვენი ანსამბლის გოგიტა გოგოჯიშვილი. ერთი წელი გავიხდა საიუბილეო წელი, როგორც წელს. 2001-ში დაიწყო ჩვენი ანსამბლის ისტორია. ეს იყო 2001 წელს ძველი ფილარმონია იყო ესეთი მარჯანიშვილი. ასე იყო ძველი იყო მაშინ. კი ბატონო. ხო და ნუგზარ კურცხალია იყო ჩვენი ხელმძღვანელი, ერისიონის ყოფილი სოლისტი. ძალიან განათლებული პიროვნება ამ საქმეში და ზოგადად და ერთ-ერთი დიდი ამ შემთხვევაში ხმარა მატორი მთელი ერისიონის იყო ეს კაცი და ეს იყო ჩვენი ხელმძღვანელი. ვინ პირველი მოვიდა და ვინ მეორეს თანმიმდევრობა აღარ მახსოვს, მაგრამ ვიყავით 40 კაცი. ეხლა რამდენი ხართ? ჩვენთან ერთად იყო ცეკვის ანსამბლი და ცეკვის და სიმღერის ანსამბლი იყო მოკლედ ესე ვთქვათ. მაშინ ჩვენებურები არ იყო ესე ვთქვათ, თბილისი ერთხელ მაშინ ფილარმონიასთან არსებული ანსამბლი იყო. მაგრამ როტაციას გამისდით ძალიან ერთ წელს მოვიდოდა 5 კაცი 10, მეორე გამოგვაკლებოდა ესე საბოლოო ჯამში დავრჩით 14 მერე 7. აი რატომ ადამიანები რის გამო? ესმა შეხელახა დასო შეკითხვა ვერ გავიგე. რის გამო გაკლდებოდნენ ადამიანები? რატომ გაკლდებოდნენ ხოლმე ადამიანები? ზოგისთვის ჰობი იყო, ზოგისთვის ისა გაჩერება იყო ზოგადად ავტობუსის და არ ვიცი, ზოგისთვის ხო, ვისთვის როგორ და ბოლოს დავჭით დავილეკეთ ის ვისთვისაც მეტი იყო ვიდრე სამსახური და ვიდრე გართობა და ვიდრე 2 საათის სხვა განზომილებებში გატარება ასე. ხო, არა, ხორებისეული კომენტები ხო, მარტო ეს არ არის. ზოგი სხვა ანსამბლში წავიდა, ზოგი მარტო ჩვენ ვიდეო და სიმღერა და სხვა არ არის. საზოგადოებისთვის ყველაზე ცნობილი თქვენი სიმღერა ფორცები კოხტამარო. ხო ესეა. ყველაზე საყვარელი. YouTube-ის ლაიქებს და ნახოთ თუ დავუბრუნდებით ეგრე გამოდის. ხო, პირველი ჩვენი შეხება იყო, ასე თქვა, გამოსვლა იყო ბაიარ შაჰინთან. დიახ. ეს იყო ფესტივალი ჩვენებურები იყო და მაგ დროს მოხდა თითქმის ეს
ჩვენ წერათა კავშირში ვიყავით რეპეტიცია. ჩამოყალიბების თემა მაშინ მოხდა ძირითადად ჩვენი და მე უკვე ზუმბას შევხვდით და ზუმბას შემდეგ უკვე უფრო რაღაცები ხო მოგცა იმას სხვადასხვა ესეთი მარტო არ რომ განვითარებული ყავით სხვადასხვა კუთხით. თქვენ ჯგუფი მანუ ჯეოსტარით რო ერქვა იმას პატრინოტი ხო პატრინოტი პატრინოტი გავიმართეთ ზუმბასთან ერთად პატრინოტის შენი აფხაზეთოზე სიმღერა გაიმარჯვა ზუმბასთან კონკრეტულად პროექტი ასო ჯორჯია 2-3 წელი რომელმაც მართლა შემოგვიტრიალა რასაც ქვია მუსიკალური აზროვნება და ნუ მარტო აღდგენის თან ქმნით სიმღერებს კიდეც ხო მართალია ნუ თან ქმნით ხო სიმღერებს ხო ძირითადად ეგ წეგანაური შედგება დაძერასაც და მუსიკა კიდე ანუ ყველაფერი თქვენ გეკუთვნის და მოხდა ეს ანუ მარტო აღდგენის ფესტივალი საქართველოს მასშტაბით თუ ამის მის ფარგლებს გარეთაც გადიხართ ხოლმე ფარგლებს გარეთ უფრო გამოგდის მე თუ მკითხავ და აქ არაფერი არ ხდება იმიტომ რატომ უფრო აპრილში და მაისში გავფრინდით 8 ჯერ თუ 9 ჯერ ორ თვეში აი ეს მაგისოთ შეკითხავს რატომ ხდება ესე მართლაც რატომ ხდება ესე ანუ საზღვარგარეთ აღიარებენ ხოლმე და მე საქართველოს არა ნუ ეხლა საბაზრო ეკონომიკა ყველამის ახლა მოთხოვნას განსაზღვრა მიწოდებას განსაზღვრა მოთხოვნა ხო რაც არის მოთხოვნა მის შესაბამისია მიწოდება ანუ სადაც გვაქვს მოწვევა სადაც აიდანაც გვაქვს პერსპექტივა კონცერტის საქართველოში ძირითადად ანსამბლები ხა ეს ძალიან ყველა რაიონში არის რამოდენიმე ანსამბლი და ყველა ავიცი რაღაცა განსაკუთრებული ნიშა გაქვთ რომელსაც ჩვენებურების ის ქვია ბრენდია აი სხვადასხვა კუთხეების წარმოადგენელი ყველა ანსამბლში და არსებობს ჩვენი საიტი ნუ ნახულობენ მოწონებას რო იმსახურებს მე ეკავენ ეს საზღვარგარეთიდან რა თქმა უნდა და ისევე აქაც ჩვენთან მაგრამ ჩვენთან აი წეღანაც აღნიშნეთ რომ არ დგენს იმიტომ ელოდება ქვეყანა რა ვიცი მე მგონი წელიწადში ერთხელ ეს ხდება და არაფერი არ ხდება აბსოლუტურად და კონცერტი არ ტარდება. იქნებ ვინმე დაინტერესდეს და ვინმე მოინდომოს საიტის და ლაიქება ასე ვთქვათ რომ დაგააშკარო. ჩვენებურები com არის ჩვენი საიტი. ჩვენებურები წერტილი com. ჩვენი ოფიციალური საიტი რომელი ქვეყნებიდან გაქვთ ხოლმე მოწვევა? ყველა ქვეყნიდან. როგორი პასპორტი თუ შეიძლება ძირითადად ანუ რო ჩამოვყვეთ ევროპიდან ხო უფრო ევროპიდან რო ინდოეთში ნუ აზია ეს არის მაგრამ დიდი დოზით ევროპიდან დელიში საერთოს პრიბალტიკის ქვეყნები რაც მოუწევს ხშირად გერმანია რო დავალავთ საინტერესო ინდოეთი ძალიან ბევრი 2008 წელს აი ყველა პირველი გასტროლი იყო ფაქტიურად სრული შემადგენლობით ნუ 2005-ში ვიყავით ბალტიისპირეთში მაგრამ 2008 წელს იყო ანსამბლის სრული შემადგენლობით გასტროლი აი ეს ის პერიოდია ავად სახსენებელი პერიოდი 2008-ში აგვისტოს თვე იყო ჯერ კიდე რუსების ჯარები ჩვენ ტერიტორიაზე იყვნენ და ჩვენი ანსამბლის წევრის აი ორი ძმა წინახაზე იბრძოდა და მაშინ იყო რომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მოწვევით წავედით ესტონეთში ერთკვირიანი გასტროლი ქონდა დაემთხვა ეს ჩვენი გასტროლი ესტონეთის დამოუკიდებლობის დღეს რომელსაც სიმღერით აღნიშნავენ ხოლმე 300,000 მაყურებლის ჩაკრულო შევასრულეთ და იმდენი იმხელა პატივისცემა იმხელა მხარდაჭერა ვიგზენით ევროპელი ხალხისგან იმხელა სითბო რომ ნახევარზე მეტი ქართული დროშით დაგვხვდა და ნუ ეს რას ნიშნავს ახლა სცენაზე რომ გადიხარ ამხელა მაყურებლის წინაშე და ქართული დროშებით გვალეშიკობენ რა ვიცი ჩაგვივარდა ენა ყველას თავიდან ამის შემდეგ იყო ძალიან კარგი გამოვიდა არა ნუ მაგის შემდეგ იყო უკვე სახუმარო სიტუაციას გასტროლებთან დაკავშირებით. კურიოზ. კურიოზ რაგამ რომელი ერთი ვთქვათ ეხლა. კურიოზები турბულენტური ზონიდან მოდი ეხლა უცებ გამახსენდა რა თან ერთი ჩვენი წევრი ვიზეს უნდა მოყვი აქ არ არის და ვისარგებლებ ჩვენ ვთქვით ეხლა რა. 2011 წელი იყო საბერძნეთში ვიყავით მოკლედ გასტროლი ქონდა საბერძნეთში თან კონფერენცია იყო რაღაც ფოლკლორის და ტრაფიკინგის კვეთაზე ცოტა ესეთი ხო ფოლკლორ ტრაფიკინგი ატომაზე და მოკლედ იმ გაუგებრობაში მოვხვდით რა და ჩავედით იქნებოდა პირველი ნახევარია რა ლოკალური დროით და ნუ არ არის ახლა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც ტრამვაი არც ავტობუსია და ერთი საშუალებაა ტაქსი ნუ გავაჩერეთ ტაქსი მაგრამ ისე მოხდა რომ ახლა ერთ ტაქსში ვერ ვიტევით გავიყავით სამი კაცი მე ლევან მიქელაძე ჩვენი ანსამბლის წევრი და სოლომონ გოგაშვილი მოვხვდით მოკლედ ერთ მანქანაში
ხო და ნუ მე წინ მომიწია დაждომა ტაქსის ძღოლის გვერდით და სხვათაშორის ეს მითი არ არის ქართული ტაქსისტები არიან ეს ორდიპლომიანები და ხუთდიპლომიანები იქაც ძალიან ბევრი ლაპარაკი უყარდა იქაც მათთანაც მოკლედ ტაქსისტია რა არ ვაყენებ პროცესს ვერ ნაცვალე ყველა სამი ცუდად არ ვამბობ ნუ ახლა მეც ვეკითხები წავიდა საუბარი აბა საბერძნეთის მოსახლეობა population იცის აბა ათენის მოსახლეობთან ისე მიყურებს ახლა მე ევროკავშირელი ვარ და ახლა ჩამოვიდა ვიღაცა გასწრებით და მეკითხა ამას მან ჩამჭის ახლა და ეს ზემოდან მიყურებს და მეთქი GDP რამდენია ვეკითხები? GDP შეცვა. არა და იმებრატა დიპლომიანი ვარ და ეს GDP ახლა ვერ გაიგო და ხო, აი მესამე ეკონომის დიპლომი არ ქონდა და უხერხული სიჩემო ჩამოვარდა. და სოლომონ გოგაშვილი უკან მიზის, მოკლედ მანქანა მიხვდა რომ რაღაც დაიძაბა სიტუაცია და ეხლა რა უნდა რომ განმოხდეს და უცებ შემოყო თავი და ზღვის ეკითხება. აი ღრმა ფიზიკური აქცენტის It is a navigation. ეს ისეთი აქცენტი თქო რომ ძღოლო ვერც გაიგო იმას კითხა და გავიდა რამდენიმე წამი და პასუხი არ არის და დაუნასვლა ჰა რამდენი მოგოჩავ რა თქმა უნდა როგორც თქვენ აღნიშნავთ უამრავი გასტროლები გაქვთ თუ და შესაბამისი ანაზღაურებაც იქნება ალბათ და თუ ფინანსურ პრობლემებს თუ განიცდით ან რაღაც დაფინანსებები თუ ფინანსურ პრობლემებს სულ განვისდით ჩვენ აი სულ აბსოლუტურად რა გჭირდებათ ზოგადად როგორც ქალბატონმა ეკატერინამ თქვა იქნებ ვინმე გამოჩნდეს თქვენთანაც გულისხმიერი ადამიანი ვინც თქვენ შეგიწყობთ ხოლმე ჩვენი ეთერის საშუალებით ხელშეწყობა თუ იქნება 100-ჯერ მეტი რამის გაკეთება შეგვიძლია. მომავალში რა შეგვიძლია? აბსოლუტურად 100-ჯერ მეტი რამის გაკეთება შეგვიძლია ყველა მხრივ. კითხოს, ბოდიში კითხვა გაიმეორებ შეიძლება. თქვენი გეგმები მომავლის გეგმები, დიახ. ახლო მომავალში რა გეგმები გაქვთ რომ გაგვიზიაროთ თუ იქნება შესაძლებელი რომ ერთ-ერთმა თუ შეიძლება? აი, ყველა ეს გოგიტყვი. მომავალში არის რამოდენიმე კონცერტი საქართველოში. ჩეკინ ჯორჯიას როგორც კულტურის სამინისტროს პროექტია, მან გვაქვს რამოდენიმე კონცერტი და ისევ და ისევ გასტროლი. ისევ და ისევ გასტროლი. ისევ და ისევ გასტროლი. მოდით ვისარგებლოთ ცოტა დროის შემთხვევით და ქალბატონო ეკატერინე, თქვენ თუ გაქვთ რაიმე Facebook გვერდი, სადაც ყიდით ნივთებს და რამდენად იყიდება ეს? ხო, ეხლა ჩვენი გულებს უნდა შევეჯიბრო და Facebook გვერდზე 2200 რაღაცა მოწონება აქვს. რამდენად გაყიდვადია და ჩემი ოფიციალური გვერდის პარალელურად კი, რა თქმა უნდა, უპირობოდ ვიმატებ ხევსურებს, ჟურნალისტებს და გვარამაძეებს. იმიტომ რომ ეს ხალხია, ვინც არის ძირითადად ჩვენი შემკვეთი და იცით როგორი მომენტია, ჩვენ ერთადერთი პრობლემა გვაქვს მასალაზე და მასალას რაც გულისხმობს სივრცე ჯერ ერთი, იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც არიან არ მიყვარს ძალიან ეს სიტყვა, მაგრამ უნდა ვთქვა ის შეზღუდულ შესაძლებლობებს რატო ეძახიან. მე ტიპიურად მოსიარულეებში უფრო ბევრ პრობლემას ვხედავ, ხა პროფესიიდან გამომდინარე ფსიქოლოგიურად, ვიდრე ეტლზე რო ზის ხალხი და იმას აქვს ცხოვრების სტიმულის შემართება, ენთუზიაზმი და დაუზარლები. მე იმათგან უფრო მეტ ენერგიას, უფრო დადებით მუხტს ვიღებ, ვიდრე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც მაღალ მატერიალზე აქვს ხოლმე ხშირად პრეტენზია. ამას ხმამაღლა ვიტყვი და ჩემგან დიდი პატივისცემა ნებისმიერ რაღაცა თუნდაც სათვალეს რო ხმარობ ეს ჩემთვის ერთგვარად რაღაცა უნარი შეზღუდვა იმ უსათვალოდ შეიძლება ვიღაცამ ნემსი ვერ ააგოს. მე ამაში განსხვავებას ვერ ხედავ ადამიანებისა და ეს არის ძალიან თითიდან გამოწვეული არგუმენტი. რისი თქმა მინდა? აი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს პირობითად როგორც ეძახიან, მე როგორ ვთხოვო რომ ამხელა 2 მეტრიანი დაზგა, ხალიჩის დაზგა ყოველ მზის ამოსვლა ჩასვლის დროს გადადგას და მზეს მიუმართოს და მიემართოს თუ როგორ თქვა. ამიტომ ჩვენ გვინდა სივრცე, რომელიც იქნება შემინული და დღის განმავლობაში გვექნება 24 საათიანი თუ არა 20 საათიანი განათება, დღის განათება, რომ აი ეს დაზგა რო დაიდგმება, ჩვენ მთელი აი ეს ენერგია და დრო მოვახმაროთ იმას, რომ ვქსოვოთ, ვაკეთოთ, შევქმნათ და მე რეალიზებაში არდგენისნაირი და თქვენაირი კეთილი ხალხი ზუსტად ვიცი დაგვეხმარებიან. მე მინდა ერთადერთი სივრცე მინიმუმ 300 კვადრატული მაინც და დაზგა დანადგარებთან ერთად აი ეს მიზერული მასალა, რომლითაც ხელ შეუწყობ ამ ადამიანის ანთებულ თვალებს რო ვხედავ, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტი. თქვენ არიცით, თავიანთი ნამუშევრები ჩემმა მოსწავლეებმა შეიმოსნენ
ბევრმა ძალიან ბევრმა სასკოლოდ იყიდეს ჩანთები თავიანთი მონაგებით, თავიანთი ნაშრომით. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული, რომელ ხელფას, რომელ უწყისზე ხელის მოწერას და რომელ პლასტიკურიდან ბანკომატიდან გამოტანილ თანხას შეედრება. ეს არის შეუდარებელი და დაახლოებით სწავლების პერიოდი რამდენ ხანს გრძელდება, ანუ და შემდეგ ჩემო საყვარელო, განუსაზღვრელია, იმიტომ რომ ჩვენთან ყოველთვის სწავლა სიკვდილამდე ხო იგია. არა, იცით როგორ არის? თუ მე ხელოვანი კაცის მე თუ მკითხავ ეგრეა. ეს არის გინდა იყოს სიმღერა, გინდა იყოს ნებისმიერი სფერო. მე აი ყოველ წუთას იმას ვიძახი, აი ამდენ ხანში, ამდენ დროში, რამდენს მოვქარგავ, რამდენს წავიკითხავდი, რამდენ ადამიანს დავეხმარებოდი. ჩემი დრო სხვანაირად იზომება, არ ვიცი. დროს ვერ ვტევთ ესე რაღაცა დროის მონაკვეთებად. გააჩნიარისთვის გინდა მოდი როგორც განახსენეთ, გამოვაცხადოთ თუნდაც თქვენი Facebook გვერდი იქნება. ჩემი Facebook გვერდი არის ქართული შრიფტით ეკატერინე გვარამაძე ჩემი გვერდი და იქ არის მიბმული ჩემი ნაქარგები, სადაც ჩემი ვიზიტკა თავფურცელზე და ქავერზე ჩემი ძალიან მიჭირს ამის თქმა, აბიტურიენტი შემოსილი ხევსურულ ტალავარში და ჩემი ხელით ნაქსოვი ჟაკეტი, რომელიც არის ბუნებრივ ფერებში შეღებული და თუ მომეცემა საშუალება, მარიამ, მე მინდა ამ ფერთა გამაზე ვთქვა ორიოდე სიტყვა. ჩვენთან სახელოსნოში ვაკეთებთ მატყლისგან, მესხური მატყლისგან, რომელიც არის ღრუღეროვანი და არაჩვეულებრივი ფუნქცია აქვს მას, ანუ სითბო-სიცივეს ისე არეგულირებს, რომ მესხური და ჯავახური კლიმატი ცოტა უფრო სპეციფიურია სხვა დასავლეთის და ქართლის კლიმატთან შედარებით. აი ამ სითბო-სიცივეს არეგულირებს ისე, რომ ჯამრთელი ორგანიზმი შეინარჩუნო და გადაურჩე ანთებებს და ასე შემდეგ. აი ამ მატყლს ვამუშავებთ ჩვენ სახელოსნოში და ვღებავთ ყველა ბუნებრივი მასალით, დაწყებული ქვის ხავსიდან, თუთის ფოთოლი, ცოცხის თესლი, კოწახურის ფესვი, აღარ ვლაპარაკობ კაკლის წენგო, ეს უკვე ძალიან ბანალურია და მინდა ძალიან ვილაპარაკო ჩემს სახელოსნოს სახელწოდებაზე, რომელიც არის ტექსტილის სახლი თუთა და თუთის მესხეთი ზოგადად თუთის მხარია და აქედან გამომდინარე ჩემს სახელოსნოს დავარქვი თუთა, ბებიას ერქვა თუთა, სინამდვილეში ერქვა რაქილი, ძველი ბიბლიური სახელი და იმდენად ტკბილი ქალი ყოფილა, რომ სოფელში თუთას ეძახდნენ და მის პატივსაცემად და სიყვარულით თუთა დავარქვი და აი თუთის სიკეთეებზე მინდა ვთქვა, თუთის ნაყოფისგან ამზადებენ არაჩვეულებრივ ბაქმას. არაჩვეულებრივი არაყი გამოდის თუთისგან. თუთის გამხმარი არის ყველაზე კარგი საშუალება დიაბეტით დაავადებულებისთვის, რომელიც შეიცავს მხოლოდ ფრუქტოზას და არა სახაროზას, რომელიც მავნია ხოლმე ხშირად. ეს უნდა იცოდეს იმ დაავადების პატრონმა, რომ ამითი უშველოს თავს. მეორე და უკაცრავად ბატონო ეკატერინე რომ გაწყვეტინებ საღებავებს ყიდულობთ ხოლმე არა ქალბატონო ეს რას ყიდულობთ პირაფერ ვაგროვებთ ჩვენი სახელოსნოს წევრები ზურგჩანთა აკიდებულები დავდივართ წლის განმავლობაში გაზაფხულზე სხვა ფერებს ვაგროვებთ ერთი კვირის მერე სხვა ფერებს ზაფხულში სხვას და ასე შემდეგ ხო აი მაგასთან დაკავშირებით თუთაზე მინდა ვთქვა თუთას აქვს საოცარი თვისება როცა გამოდის ფოთოლთან ერთად გამოდის ნაყოფი ესე იგი რო გამოვა აი ხასხასა მწვანე მინდა ვნახო სად არის აი დაახლოებით ესეთი და ცოტა უფრო ესეთი აი ძალიან ღია მწვანე აი უფრო სწორად აი ამ ნაჭრელაზე რომ არის სალათისფერი გამოსული ერთი კვირის ფოთოლი იძლევა სხვა მწვანეს ერთი კვირის თავზე სხვა ფერ მწვანეს და ასე შემდეგ წლის განმავლობაში შეიძლება 40 ტონის მწვანე მივიღოთ ეს არის საოცარი თვისების მქონე მცენარე რომელსაც თავი გამოჩათ ქალბატონებიერი გაწყვეტილ ფანდური გამოდის ძალიან კარგი თუთი აი ეგ მინდოდა მე თქვა მაგამდე მივდიოდი რომ ახლა გავახმე თუთის ფოთოლი გამხმარისგან სხვანაირ მწვანეს ვღებულობ და მოყინულისგან კიდე სხვანაირ მწვანეს და გულა ხო არაჩვეულებრივია მე ფანდურეთ არის ჩვენთან ბატონი დემური ის ამბობს ჩონგური გამოდის ფანდური არა საყვარელო ჩონგური გამოდის არაჩვეულებრივი ფანდურსაც აკეთებენ ვიცით ფანდურსაც მაგრამ ჩონგური კონკრეტესი ვერსია ბატონო რა მდგომარეობის თუთა რა ფერს იძლევა ეს ცოდნა თქვენ ალბათ თქვენმა წინაპრებმა გაგიგეთ რა თქმა უნდა ყველაფერი დიახ ყველაფერი წინაპრებისგან მოგვეცა დიახ მიბრძანდით ქალბატონე ეკატერინესთან და შეისწავლეთ რაც შეიძლება არა მე გამტარი ვარ თქო წეღანაც დასაწყისში ვერ თქვი მე
მე მომეცა და მე უნდა გავცე, როგორც მომეცა უსასყიდროთ, ასევე უნდა გავცე. დედაჩემია ამის დიდი ოსტატი, არაჩვეულებრივად კარგავს. არაჩვეულებრივი ნების ყოფა რო თვითეულ ბავშვს თავიდან დაიწყოს ნემსის აგებიდან და მატყლის დამუშავებიდან ბოლო კონდიციამდე, აი გზასრულამდე მიუყვანოს. მე მადლიერი ვარ, რომ დავიბადე საქართველოში, დავიბადე მართლმადიდებლად, დავიბადე ისეთ ოჯახში, როგორშიც დავიბადე და ვარ დედაჩემის შვილი. მადლობა ღმერთს. თქვენი შვილები თუ არა ვარ გათხოვილი ქალბატონო ეს. თქვენი შვილებიც თუ არიან დაიწერა? არა ვარ გათხოვილი სამწუხაროდ არ არის. მოკლედ, მსურველები და ნახე რამხელა მზითები. ზითები აი ეხლა ზუსტად სურველებზე გადავიდეთ. თქვენ თუ ხართ ამ დაკავებული, თქვენ თუ გადასცემთ მომავალთაობას ცოდნას, ფანდურის ხრივ შესწავლილი თუ ასწავლით ვინმე? ის ფანდურებს ვასწავლეთ ძირითადად. მე დავიწყე 1-2 თვია რა და სექტემბერში გავაგრძელებ ორთაჭალაში. რაღაც სახელმწიფო სკოლა 78 სკოლის. დაიწერა კითხვა იყო, აი ბოლო კონდო თუ რას გავაკეთებთ თუ და აჟერმეს რაღაც გავაკეთებთ თუ პირველი იქნება ჩვენებურების სტუდიას გავაკეთებთ აუცილებლად. და ადრე თუ გვიანეს მაინც გაკეთდება. მე მაქვს რაღაც კარგი პროექტი, მაგრამ ძალიან დიდი თანხები მიჭირდება რაიონის ბავშვებისთვის, მინდა ძალიან და აი თქვით სახელმწიფო სკოლების გაკეთება არა მარტო ხალხური სიმღერის თანამედროვე მუსიკა, თქვა მხატვრობა, ანიმაცია, ყველაფერი. თეატრი, ფოტოსტუდია, ყველაფრის გაკეთება. ხო, პროექტის დრაფტი არის. ოში გადმოგვეცა რაიონს ის რა ქვია, ძველი რესტორანში 1600 კვადრატი და იქ ფიქრობენ ამის გაკეთებას და იმედია სამისტროშიც ვიყავი და მითხრეს რომ ძალიან კარგი პროექტია, ყველა რაიონში თუ გაკეთება, მაგრამ თანხები უნდა დიდი. სულ ახლა აღგენის თემა. არა, ნახოთ, ალბათ მოედება თავი ყველაფერს რაიონის ბავშვებისთვის. სულ ამბობ რომ შეიძლება ბექა გოჩიაშვილზე და ასე შემდეგ მაგაცი მაგარს კარგავდეთ რაიონებში. იმიტომ რომ 12 წელი რომ ბავშვი სკოლას დაამთავრებს და შეხება არ აქვს ნორმალურად ცოცხალ კონცერტთან, კარგ მუსიკასთან, გემოვნება უჭდება კი. ის არ მოიფიქრებს ცხოვრებაში რომ ხელი მოკიდოს რამე ის. თქვენ არიცით, აი მარიამ ჩაგეჭრებით ბიჭებო, ბოდიშკი გიხდით. აი თქვენ არიცით, ჩემი მოსწავლეები, ჩვენ ხო გვაქვს რაღაცა დოგმები, მეტნაკლებად რაღაცა კლიშეებით, რომ აი ეს ამას არ უხდება. თქვენ ვერ წარმოიდგენთ 10 და 12 წლის ბავშვები ერთმანეთს როგორ ფერებს ადებენ. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი. აი ძალიან ყირალა ვარდისფერი, მალინისფერი რო გააღიავთ 1-5-6 ტონით, მალინისფერს რომ მწვანე დაადეს ისეთი, რომ მე აი არ დავადებდი ასე. ისეთი კომბინაცია მიიღეს, რომ მე ბავშვებს ესე ვეკითხოთ, შეიძლება მეც გამოვიყენო ეს ისა. ანუ აქვთ რაღაცა შიგნით, რომელსაც უნდა როგორც წერან თქვენ ვითარდება ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელოვნების კუთხით. ამ გენს უნდა გავითარება და აუცილებლად შენარჩუნება. უნდა და მე ვიტყოდი ერთს, რომ ჩვენთან მაგალითად რო ავდივარ, ნუ იშვიათად ხდება ახლა, ან შეიძლება ორ კვირაში ერთხელ რაღაც მიზეზების გამოც რო ავდივარ სოფელში მაგალითად არიან ისეთი მომავალი თაობა, ისეთი ნიჭიერები, რომ აი მაშინ რასაც ვასწრებთ ალბათ და მაშინ რასაც ცოტას მე გავუზიარებ, კიდე რაღაცას იმათგანაც მივიღებ და რაღაც ამ სიმღერასთან დაკავშირებით ვიტყოდი და არ ხდება, არაფერი არ ხდება რა ჩვენთან, არც მასწავლებელია ვინმე რო რაღაც ცოდნა გაუზიაროს, არც არაფერი აბსოლუტურად. არადა ძალიან ნიჭიერი და ძალიან წესიერი ხალხი. ეს არის თეთრი წყაროს რაიონის სოფელი გოლთეთი. მაგალითად, იქ არაფერი. თუმცა პროვინცია, რეგიონების, რაიონების 80% არის ანალოგიური მდგომარეობა. რაღაც ცდილობები არის. აი ხელოვნების მხრივ და ხელოვნების დარგში ცოტა ჩემი კუთხე კერძოდ ასპინძა არის მომგებიანი, ძალიან დიდ ბოდიში ვიხდი რაზია ლაპარაკი, ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს და ზუსტად იქ მაღალ მთაში და ბოლო სახლში შეიძლება მართლა ისეთი გენი აიკარგებოდეს. უბრალოდ ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობა რაშია იცით ასპინძის? ცხოვრობთ სამხედრო გზაზე, ვართ ახლოს ვარძიასთან. აი აქცენტი აქვს ტურიზმი. გასაგებია. აი იქ რომ იყოს ტექსტილის სახლი, იყოს ცოცხალი ჩვენება, ცოცხალი პროცესი. ამას ტურისტის რა თქმა უნდა, ამაში ტურისტიც ხო დაინტერესდება. გაიგებს, იქვე იყიდის, იქვე დანაყდება, მესხური სამზარეულო გვაქვს, არაჩვეულებრივ ცოტა სწავიტრაბახებ, მაპატი. ხო, ეხა გაგიშლით მესხურს უფრას. დედასპური ხო გვაქვს? ძალიან ცოტა დრო დარჩა. მესხური ტენილი ყველი, არაჩვეულებრივი გვაქვს, თუთის არაყი გვაქვს, მე ცომიანები გვაქვს, ქადიანები გვაქვს. აი
გვეწვიეთ და განახებთ ასპინძელები როგორი მასპინძლები. თქვენი აზრით ყველაზე რთული აქტივობების კუთხით რომელ რეგიონში არის? აი ახალგაზრდების ყველაზე ნაკლები აი ეს ხელოვნების თუნდაც სწავლება და განათლება რომელ სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა ეს მათთან და თაშია ძირითადად თაშია ყველაფერი და არა და ყველაზე კარგი ადგილი არის ხალხო დაანებეთ საქართველოში აი თბილისში სავსე ჟანგბადი ჟანგბადით არის სავსე ჯანითაც ჯამთელი ყვება თუმცა კი ყველაფერი ჯამთელი მდინარე რა ზღვა ხალხო რა გვინდა ამის თქმა მინდა რა ხა მე ჩემ რაიონზე ვიტყვი ორიდან ჩამოდიან ბავშვები რაც რომ ეროვნული გამოცდები დაიწყო პროცენტულად ყველაზე მეტ-ხულას იღებენ იქაურობა ნიჭიერები არიან სამწუხაროდ ფარამეშიც ექნება ან წესიერების განსახიერება არიან ახალგაზრდების ეგარის წელს რომ დაუბრუნდეთ სოფელს რა თქმა უნდა დიდი მადლობა ჩვენ ესმა ძალიან ცოტა დრო დარჩა იწურება ფაქტიურად ჩვენ დრო ჩვენ ვართ თქვენ ხართ ალბათ მისაბაძი მაგალითები მათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ძალიან ბედნიერი ვარ ამეთ ნამდვილად. ჩვენს მაყურებელს კი მივმართავ რომ არდგენი ჯერ არ დამთავრებულა, კვლავ მიმდინარეობს, ეხლაც ამ მოქმედების პროცესშია, სულ რაღაც 2 დღე დარჩა და მიბრძანდით, დატკბით შესაბამისად ყველაფრით, რაც იქ არის წარმოდგენილი. ეხლა კი ჩვენს გადაცემას დავასრულებთ ბიჭების ხაზე იყო ბოლოს ლაპარაკი და მოდით ის სიმღერით. ტკბილად დავასრულებთ. ჩვენ კი ზუსტად 2 კვირის შემდეგ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ძალიან ცოტა დრო დარჩა. Oy dili